ქალბატონთია, ხაზარაძე ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიაზე არაერთი ვთქვათ დაზარალებული, რომლებიც ყვებოდნენ თავიანთ მძიმე ამბებს. ეს ფაქტები მესმის რომ თქვენს შეფასება უცვლუნა მისცეთ კომისიამ, მაგრამ ინდივიდუალურად შეიძლება გამოიყოს და სამართლებრივი რეაგირებისთვის გადაიგზავნოს საქართველოს პროკურატურაში კონკრეტული ფაქტები თუ ეს მხოლოდ შეფასება იქნება საგამოძიებო კომისიის. იცით რა, დასკვნას შემიძლია გითხრათ რომ გვაქვს სურვილი ჰქონდეს რეკომენდაციები, ეს არ არის ვალდებულება, მაგრამ გვაქვს უფლება. და გვაქვს სურვილი რომ ეს უფლება გამოვიყენოთ, თუმცა ეს ის ეტაპია კომისიის მუშაობის, სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ დღეს ერთი თვით კიდევ გაგრძელება და მადლობა საქართველოს პარლამენტს რომ ეს გაიზიარა. რომ აი სწორედ რეკომენდაციების ნაწილზე უკეთესად ვიმსჯელოთ, დასკვნის პროექტი იყოს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ ზოგადი შეფასებებით იქნება, არამედ შესაძლოა ინდივიდუალურ ღონისძიებებსაც ითვალისწინებდეს შეთავაზების სახით, თორემ კომისია რა თქმა უნდა პროკურატურას თუ პრეზიდენტს თუ სხვა კონსტიტუციით გათვალისწინებულ თუ არ გათვალისწინებულ სახელმწიფო ორგანოს ასე პირდაპირ ვერაფერს დაავალებს. ვფიქრობთ ამაზე, რომ მხოლოდ ზოგადი კი არ იყოს, არამედ ინდივიდუალური. მაგალითად, ჩვენ გვიმჟელია ამაზე წევრებს ბევრჯერ, რომ თითქმის ყველა ბიზნესმენის საქმეში იკვეთება ის, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო წლებს ანდომებს სხვადასხვა ექსპერტიზის დადებას იმისთვის, რომ ამ ბიზნესმენებმა თავიანთ უფლებებს ასე ვთქვათ, გზა მიცენ და იმედი ქონდეთ, რომ ეს უფლებები აღიდგინონ. როგორც ჩანს, ეს სისტემური პრობლემა უნდა იყოს. გაიცეს თუ არა უნდა რეკომენდაცია, რომ იქნებ რაღაცა გადაისინჯოს ეს მიდგომა და ან საბიუჯეტო თუ ადამიანური რესურსი გაიზარდოს იმისთვის, რომ სამხარაულის ექსპერტიზა 4 და ზოგ შემთხვევაში 9 წელს არ ანდომებდეს ერთი დასკვნის დადებას. ეს მსჯელობის საგანია. მე ერთი მაგალითი ვთქვი, არავინ არ ფიქრობს, რომ ახლა მარტო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე ვსაუბრობთ კომისია ამდენი თვე. ბევრი სხვა საკითხიც გამოიკვეთა მაგალითად შიშიც. დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ვსაუბრობდი, რომ არაერთ მსხვერპლს, რომელსაც მინიმუმ ნაწილობრივ აღუდგა უფლებები ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მერე გამტყუნებული იყო და გამომართლებელი განაჩენი გამოვიდა. მამა ყავდა მოკლული და მისი მამის მკვლელები დაისაჯნენ და ასე შემდეგ. ნაწილობრივ მაინც უფლებები აღუდგათ. აი ამ ადამიანებს დღესაც დიდ ნაწილს შიში უწევს ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ ხედავენ რომ ის ჯგუფები, ვინც მათი ოჯახები გააუბედურა, კვლავ დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ გარეძალებიდან, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო და მოიწევენ ხელისუფლებისკენ. ამიტომ ამ ადამიანებს დღემდე შიში უწევთ ცხოვრება. სწორედ აი ამას უნდა უპასუხოს ბევრ სხვა შორის ამ დასკვნამ და რაც მთავარია შემდეგ დასკვნის გაგრძელება, მან გაგრძელებებმა, იმიტომ რომ ცალკე დასკვნა მნიშვნელოვანია. შეიძლება ისტორიულ დოკუმენტათაც ჩაითვალოს იმ გაგებით, რომ ბევრი ისტორიკოსისთვის, კვლევისთვის ბევრ ამას გააადვილებს, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი არის დასკვნაზე დაფუძნებით, შემდეგ ამას რა გაგრძელებები ექნება.